არჩევნებისათვის ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებს. აგრეთვე წარმოგიდგენთ ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატს. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის არ მეგულება საკრებულოს წევრობის არც ერთი კანდიდატი, რომელიც იქნება ჩვენი კანდიდატების საპირწონე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ განსხვავდებით რაიმე პიროვნული თვისებებით, არა მარტო ამისათვის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არასოდეს არ გაყიდულა. ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არასოდეს უღალატია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესებისათვის. და ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პირნათელია ერისა და ბერის, ქვეყნისა და ხალხის, ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. მეგობრებო, უდიდესი პრობლემების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. იმის ფონზე, რომ დარღვეულია მშრომელი ხალხის უფლებები, დარღვეულია პენსიონერების, პატიმრების, პედაგოგების, ადამიანის ზოგადად უფლებები, ყველა საზოგადოების წრის, საზოგადოების კლასების უფლებები. ამის ფონზე ჩვენმა ბედოვლათმა პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ამ ხალხის დაცვის ნაცვლად იცავს სპეკულიანტებს, გარყვნილებსა და პედოფილებს. კი არ იცავს უფრო მეტის, წინა პლანზე წამოაქვს მათ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მათ. ამით ფონზე თქვენ იცით, რომ საქართველოს საპატრიარქოს მთავრები აპირებენ შეჩვენების წინში შეიყვანოს ყველა ის დეპუტატი და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ კანონის, ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მოაწერა ხელი. მე მინდა მოუწოდოთ ჩემს ოზურგეთს, რომ არ დაუჭიროთ ხარი ამ შეჩვენებულებს. ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დღეს უდიდესი პრობლემებია ჩვენს რაიონში და ჩვენს რეგიონში. ეს ხალხი არის ის ძალა, რომელმაც ხვალ უნდა ჩაიბაროს ჩვენი რაიონის და ჩვენი რეგიონის ბედი. უდიდესი პრობლემებია იმ დასახლებებში, სადაც ადრე იყო და დღესაც არსებობს დაბის ტიპის დასახლება. თქვენ იცით, რომ როდესაც არსებობდა სახელმწიფოს მეურნეობები, სახელმწიფო ამ ხალხის, კერძოდ აქ საუბარია დაბა ნარუჯის, ლაითურის, ნასაკირალისა და ურეკის მაცხოვრებლებზე, სახელმწიფო ფარულად, ქურუმდურად დანაშაულებრივმა რეჟიმმა ამ ხალხის გვერდით ავლით გაყიდა ეს მიწები და ჩაუგდო ხელში ადგილობრივ და უცხოელ ფეოდალებს, რომლებმაც ეს აყვავებული მეურნეობა დააქციეს, დაანგრიეს, ბარდეკალად აქციეს, იქ სადაც ადრე ხარობდა ციტრუსის და ჩაის კულტურა, კვლავ ააჩხავლეს გელიდატურა და შესაბამისად ამ სოფლის ამ დაბის მაცხოვრებლები დღეს გადიან უცხოეთში იაფასიან ლუკმაპურის საშოვნელად. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ვპირდებით ოზურგეთის მოსახლეობას, რომ აუცილებლად ჩამოვართებთ ამ მიწებს, გაუკეთებთ ნაციონალიზაციას და იმ ფეოდალებს, იმ კაპიკებს გადავუხდით, რა კაპიკებითაც სახელმწიფოს ამ ხალხის გვერდით ავლით შეიძინეს და ავამუშავებთ იმ მეურნეობას და შესაბამისად სახელმწიფოს მეურნეობის ამუშავების შედეგად აღარ მოხდება სოფლებიდან ქალაქში ხალხის მიგრაცია და აღარ მოხდება ჩვენი რაიონიდან ხალხის მიგრაცია და გადინება უცხოეთში იაფასიან მუშა-მოსამსახურეებად. ჩვენ ვპირდებით, რომ ჩვენს ოზურგეთელებს დაუბრუნებთ იმ დიად სილამაზეს, რომელსაც ეს ხალხი ასე იმსახურებს, დაუბრუნებთ მახარაძეობას, თავისი ფაბრიკა ქარხნებით, თავისი ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობებით. დიახ, მახარაძეები თქვენ იცით, რომ გარდა იმისა, რომ უდიდესი და უსაყვარლესი გვარია ჩვენს ქვეყანაში, მახარე სიტყვა მისი ფუძე დაკავშირებულია იმ წინვალე დღესასწაულთან, რასაც ხარების დღესასწაული ქვია. ხარებისა თქვენ იცით, რომ ქალწულ ღვთისმშობელს, რომლის წინხვეთ მიწაზე დღეს ჩვენ ვდგავართ, ახარეს უფალი ძე ჩვენისა იესო ქრისტეს ჩასახვა. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ თითოეულ ოზურგეთელებში ჩავსახათ იმ დიდ სიხარულს და იმ დიდ სიყვარულს, რომელსაც ისინი იმსახურებენ. და ბოლოს მე მინდა დავასრულო ჩემი გამოთქვა ცნობილი ლექსით, არაჩვენებური ინტერპრეტაციით, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშრომელი კაცი და გლეხი კაცი წელში გამართული, მაშინ მენახოს ტრად გზეული მათი საქართველოს და მთელი სამყაროს. იხარეთ და იბედნიერეთ და გილოცავთ მომავალ გამარჯვებებს. მინდა წარმოგიდგინოთ ქალაქის საკრებულოს პირველი ნომერი ქალბატონი ნათია შარაშიძე. გუნდი, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ, ეს არის შრომელი ადამიანები. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც იციან შრომის და მიწის ფასი, რომლებიც არასოდეს არ გაყიდულან და რომლებიც არიან მოდიან სუფთა ხელებით.
მე მოკლედ ვიტყოდი ჩემს საქმეს. ჩვენი გუნდი მოდის იმისთვის, რომ კი არ გიმსახუროთ, არამედ გემსახუროთ. მოდით, ხმა მოგვეცით, დაგვიჭირეთ მხარი იმისთვის, რომ გემსახუროთ თქვენ. ბატონო, ჩამოთვალოთ ვინები არიან სიაში და რაღაცა როგორ ამას გაიცნოთ საზოგადოება ახალზე მაგისტრი არჩეულ. მირზა წარმოგიდგენთ ქალაქის მერობის კანდიდატებს მირიან ცეკვიშვილს. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა ყველას. ჩემი მოსვლის პირველი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ის იყო, რომ მე ამ გუნდში დავიბადო, დავიზარდო. ყველა მოქალაქე, ყველა უბნის, ყველა ქუჩის, ყველა წერტილის ტკივილი ვიცი, ყველას გულის ტკივილი ვიცი და მე დღეს გული წდება, რომ ჩემო გუნდს ეს ამ მდგომარეობაში ხედავ. არ შეიძლება ადამიანების სოციალურ ფენება დაყოფა, არ შეიძლება მათი დისკრიმინაცია, მოწყვეტა, იმის გამო რომ მათ არ აქვს პატრონი, არ აქვს არსებობის საშუალება. მე პირობას ვაძლევ ყველა მოქალაქეს, განსხვავებული მისი სოციალური მდგომარეობის საფენისა, შესაძლებლობისა მე ყველას გვერდში დაუდგები. პირველ რიგში მე მივხედავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ელემენტარული საარსებო მინიმუმი არ გააჩნიათ, არ გააჩნიათ საშუალება, რომ პური ჭამონ. რამდენიმე უბანში ჩვენ შევძელით გვენახულა ესეთი ხალხი, რომლებსაც ჭერიდან წყალი ჩამოდის. ამ დროს, როდესაც ქალაქში არსებობს ვითომ და გამგეობა, ვითომ და ხელისუფლება, რომელიც საერთოდ არ აზროვნა საზოგადოებისათვის. იმ ხალხზე, რომლებსაც მართლა ტკივათ, მართლა აწუხებს და მართლა განიცდიან ამ ყველაფერს. ისინი ხო ადამიანები არიან, იმათაც ხო ჭირდება ყურადღება, გვერდში დგომა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსვლით ის ანტიერი ტრადიცია შეიძლება, რასაც ქვია ხალხის მოტყვილება, გამოყენება. მე ხალხს ვირდები, რომ ესეთი რაღაც ეს ქალაქში არ იქნება. ჩვენი ქალაქი, აგერ ჩვენ ვიმყოფებით ძალიან შესანიშნავ ადგილას, სადაც ეს კულტურის პარკი იყო რაღაც აღორძინებული თავშეფრის ადგილი, სადაც ყველას უხარობდა მოსვლა ერთმანეთის სიყვარულის გაზიარება. რამდენი წელია ეს ქალაქის ოზურგეთის კინოთეატრი არ მუშაობს, ეს ჩამგდარია. სად არის პატრონი, ვინ არის პატრონი საერთოდ? ჩვენ ყველა მერქა ქალაქის მოსახლეობა უნდა დაუდგეთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის წინსვლისათვის. ჩვენი გულის ტკივილია ყველა ჩვენთაგანი. მე რიგითი მოქალაქე ვარ, რომც გავხდეთ თანამდებობის პირი, მე ეს ამბიცია არ მექნება, რომ ვიყიდო $80,000 ჯიპები და ვიყიდო შეშენებული სახლები. ჩემი გულის ტკივილია, ხალხი იყოს კარგად. მე თუ კარგად არ ვიქნები, ადამიანი კარგად არ იქნება, მე თუ ვიშოვე და ჩემი შოვნით მარტო ჩემ თავს, ჩემ ოჯახს, შემოვიფარგლი ამ მცირე წვით, ეს არ არის მოღვაწეობა, ეს არის საჯარო მოხელეობა. საჯარო მოხელე უნდა იყოს პირველ რიგში ხალხის მოსამსახური. არა სიტყვით, არამედ საქმით და ხელისუფლება მინს. საერთოდ არ გვერდი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. სამართლიანობის აღდგენასაც შეეხება, ერთადერთ შემთხვევაში აღდგება რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა. ლეიბორისტული პარტია თუ გაიმარჯვებს, კერძოდ ვერ აღდგება სამართალი თუ არ იქნება სოციალური სამართლიანობა აღდგენილი. არ შეიძლება აქლემის ქურდებმა დაიჭიროს ნემსის ქურდები და ამით იტრაბახო რომ სამართლიანობა აღდგაო. ვერ აღდგება მეგობრებო სამართალი ამ მიმართებაში. ყველაფერი თავი და თავი უსამართლობის არის სოციალური უსამართლობა და ამას არ მივაღწევ ჩვენ და ჩვენი ბრძოლით აუცილებლად უახლოეს ხანში მიიწევა ეს, მანამდე არაფერი არ მეშველება. ისევ წარმატებებს კიდევ ყველას ეხება, მაგრამ არ გვილაპარაკია ჩვენ სოფლის იმ ტიპის დასახლებაზე. ჩვენ დაბებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ